ჩვენ გვეგონა ისინი მადლობას გვეტყოდნენ, რადგან ახლა 6000-ზე მეტ ოჯახს შეუძლია მათი შვილებისა და ქმრების ქრისტიანული წესით დაკრძალვა. დაღუპულები ახლა გაყინულ მდგომარეობაში არიან მოთავსებული უკრაინის შეიარაღებული ძალების ფორმებით. ბევრ მათგანს ვინაობის დამადასტურებელი დოკუმენტაციაც აქვს და ისინი გაყინულ მდგომარეობაში არიან, მოთავსებულნი ცელოფნის პაკეტებში. დაღუპულთა დოკუმენტები ჩვენ პირდაპირ წითელმა ჯვარმა გადმოგცა. ეს პროცესი მატარებლის რამდენიმე შემადგენლობას მოითხოვს. თავისი მაცივრებით. მინდა აღნიშნო, რომ ნაწილი ამ 6000-დან უფრო ზუსტი თუ ვიქნებით, 1200 დაღუპული სამხედროს ცხედარი უკვე იმყოფება უკრაინის საზღვართან. თუმცა დღეს უკრაინულმა მხარემ მათ მიღებაზე უარი განაცხადა. რატომ იქცევიან ისინი ასე? უპირველესად მათთვის რთულია იმის აღიარება, რომ ასეთი მძიმე დანაკარგები ჰქონდათ. მეორე მხრივ ჩვენ მათ შევთავაზეთ, რომ პირდაპირ ჩვენი ვაგონები და მაცივრები გამოეყენებინათ იმ შემთხვევაში, თუ მათ ჩვენი დაღუპული სამხედროების ცხედრები ჰქონდათ, რათა ჩვენს დაგვემარხა ისინი. როგორც ირკვევა, მათ ჩვენთვის გამოსაგზავნი არაფერი აქვთ. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.